მესამე ბლოკში ჩვენ უნდა განვიხილოთ უშუალოდ ტრაგედიის გაგება, რომელიც არისტოტელესთან ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, საინტერესო თვალსაზრისი გახლავთ, საინტერესო მინიშნება გახლავთ, იმდენად, რამდენადაც ტრაგედიის შემთხვევაში ჩვენ გვაქვს სულის კათარზისი, ანუ სულის განწმენდა ისეთი გრძნობებისაგან, როგორიც არის თანაგრძნობა, ანუ შეცოდება და შიში. მოკლედ, არისტოტელე პოეტიკის მე-6 პარაგრაფში წერს, რომ ტრაგედია ეს არის ასახვა დიადი და დასრულებული მოქმედებისა. ანუ აქ ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ ტრაგედია ყოფილა ასახვა მოქმედებისა და არა რაღაცა ამბისა. ანუ ამბის გამოხატვაც არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ის უპირველესად არის მოქმედების გამოხატვა. ეს ამბავი უნდა ჩანდეს, ასე ვთქვათ, მოქმედებაში. ეს ასახვა, რომელიც ხელოვანის მიერ ხდება, შეიძლება რეალურად არსებული ან გამოგონილი ამბისა, იწვევსო ადამიანში, მაყურებელში, მონაწილეებშიც, ტრაგედიის, ასე ვთქვათ, მონაწილეებშიც, შემსრულებლებშიც, იწვევსო განწმენდას, სულის განწმენდას თანაგრძნობისა და შიშისაგან, რომლებიც სწორედ ტრაგედიის ყურებისას გვეუფლება. ანუ არისტოტელე წერს ესეთ რაღაცას, რომ ადამიანი, როდესაც უყურებს გმირის ტრაგიკულ მოქმედებას, მას უჩნდება შეცოდებისა და შიშის გრძნობა და სწორედ ტრაგედია არის ხელოვნების ის დარგი, რომელიც აი ამ გრძნობების აღძვრით ადამიანში ამ გრძნობებს გააქრობს ადამიანის სულიდან. შიშისა და თანაგრძნობის ცნებებზე და ემოციებზე ჩვენ უფრო მოგვიანებით ვისაუბრებთ, მანამდე კი უნდა აღწეროთ ტრაგედიის როგორც ხელოვნების ჟანრის სტრუქტურა. არისტოტელეს მიხედვით ტრაგედია უნდა გამოხატავდეს ხასიათსა და განსჯას. ანუ ეს ყველაფერი მოქმედების ასახვა, ადამიანთა მოქმედების ასახვა უნდა იყოს გადმოცემული ამბავის სახით, რომელიც აქ ძველბერძნულად ძველბერძნულში გამოყენებული არის სიტყვა მითოსი. ანუ ადამიანთა მოქმედება, რომელიც არის, ასე ვთქვათ, ტრაგედიის ფაბულა, უნდა იყოს ამბავის სახით გადმოცემული, ხოლო ამ ამბავში ძალიან კარგად უნდა ჩანდეს მოქმედ პირთა ხასიათი და განსჯა. ეხლა რას ნიშნავს, რა არის ხასიათი? ხასიათი არის სწორედ ის უმნიშვნელოვანესი თვისება, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვამბობთ, რომ ესა თუ ის გმირი არის ასეთი. ანუ ხასიათი არის მახასიათებელი რაღაც თვისება. ხოლო განსჯა არისტოტელეს მიხედვით არის ის, რომლის საშუალებითაც ადამიანები ლაპარაკობენ, ამტკიცებენ, ასაბუთებენ, რომ ეს არის ასეთი და არა სხვაგვარი. ანუ ასე იგი, ერთის მხრივ ეს ორივე კომპონენტი ტრაგედიისა, ხასიათიც და განსჯაც დამახასიათებელი არის უპირველეს ყოვლისა მოქმედი პირისთვის. თუმცა ჩვენ მე უკვე ბოლოსკენ ვნახავთ, რომ ხასიათი და განსჯა ასევე მაყურებლისთვის არის დამახასიათებელი. იმიტომ რომ მაყურებელმა ეს თუ არ გაითავისა, ასე თქვა, თუ არ გადმოიტანა საკუთარ თავზე, მაშინ ტრაგედიის აღქმა არისტოტელეს მიხედვით ვერ მოხდება, უпростად ვერ მოხდება სულის კათარზისი. ესე იგი, არისტოტელეს მიხედვით ტრაგედიას აქვს გარკვეული ბუნება, ანუ სტრუქტურა, რომელიც შედგება შემდეგი ნაწილებისაგან. პირველი ეს არის, რა თქმა უნდა, ამბავი, ანუ მითოსი, მეორე ეს არის ხასიათი, მესამე არის განსჯა, მეოთხე არის სამზერი, მეხუთე არის სათქმელი და მეექვსე არის საგალობელი. ანუ აი ამ სტრუქტურული ელემენტების მიხედვით შექმნილ მოქმედებას არისტოტელე უწოდებს ტრაგედიას. ტრაგედია არისტოტელეს მიხედვით არის არა ადამიანთა ასახვა,
ასე იგი ცალკეულ ადამიანთა გამოხატვა კი არ არის, არამედ ამ ადამიანთა მოქმედებებისა და ცხოვრების ასახვა. ანუ არისტოტელეს ცალკეული ადამიანების შესახებ მოთხრობა არ აინტერესებს. ცალკეული ადამიანის შესახებ ამბის გადმოცემა არ აინტერესებს. მას აინტერესებს ამ ადამიანთა მოქმედება და ცხოვრება, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას ბედნიერებად ან უბედურებად. ესე იგი, ადამიანი თუ იქნება ის უმოქმედო, მასე ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ის ბედნიერი ან უბედური არის. როგორც კი ის მოქმედებაში მოვა, როგორც კი რაიმე საქციელს ჩაიდენს, რაღაცას გააკეთებს ცხოვრებაში საკუთარი თავის ან მეორე ადამიანის მიმართ, ხო, უკვე ჩვენ შეგვიძლია განსაზღვროთ მისი ცხოვრება მისი ცხოვრება ბედნიერებისა და უბედურების კუთხით. ესე იგი, არისტოტელეს მიხედვით ადამიანები გამომდინარე იქიდან, რომ მთელი ბუნებრივად ატარებენ რაღაც ხასიათს, ანუ არიან რაღაცა თვისებების მატარებელი, აი ამ თვისებების მატარებელი ადამიანები მოქმედებათა გამო შეიძლება გახდნენ ბედნიერები ან უბედურები. ესეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი გახლავთ, დასაფიქრებელი მომენტი, რომ თურმე ადამიანს ღუპავს ან აბედნიერებს ისევ და ისევ თავისი ხასიათი, რომლის გამოვლენასაც ის მთელ თავის ცხოვრებას უძღვნის, ასე ვთქვათ, ანუ მთელ თავის ცხოვრებას ანდომებს. ანუ ადამიანი ბედნიერიანი არის ან უბედური არის სწორედ მისი ხასიათის გამო და არავითარ შემთხვევაში სხვის გამო, ანუ სხვა მას ზიანს ვერ მიაყენებს. აქ სწორედ ეს ჩანს, რომ თავისი საკუთარი ხასიათი განსაზღვრავს ადამიანის ბედნიერებასა და უბედობას. არისტოტელე ამბობს, რომ ესე იგი ტრაგედია არის ძალიან, ასე ვთქვათ, ტრაგედია შეუძლია მაყურებელზე ძალიან დიდი ზეგავლენის მოხდენა და ამ ზეგავლენის მოხდენას ის ახერხებს ეგრეთ წოდებული ამბავის ნაწილების, ანუ პერიპეტიების და გამოცნობების საშუალებით. ანუ ტრაგედიაში, როგორც ამბავში, რომელიც მოქმედების სახით არის გადმოცემული, ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება არა თავად ზოგადად ამბავს, როგორც ერთმთლიანობას, არამედ სწორედ რომ პერიპეტიებსა და რაღაცა გამოცანებს, რომელიც მოულოდნელად შემოდის მთელს ამ ერთმთლიანად შეკრულ მოქმედებაში. ეს იგი მაყურებელი, ტრაგედიის მაყურებელი, აი ამ სრული სურათის აღქმისას დაინახავს, რომ რაღაც ერთი მომენტი, ერთი ასპექტი ტრაგედიისა მისთვის გამოუცნობი არის, მისთვის დაფარული არის. ამიტომ ის მთელს გონებას მოიკრებს იმისაკენ, რომ როგორმე ეს გამოცანა, როგორღაც ეს დაფარული ნაწილი გამოაშკარავოს და აი ამით არის ის, ასე ვთქვათ, ყველაზე მეტად საინტერესო და ყველაზე მეტად მიმზიდველი. უფრო კონკრეტულად კი არისტოტელე ამბობს, რომ პერიპეტია არის მოქმედების გადასვლა მის საწინააღმდეგოში. ანუ მოქმედების რადიკალური შეცვლა, ვითარების რადიკალური შეცვლა. ხოლო ეს შეცვლა უნდა მოხდეს, ეს გადასვლა უნდა მოხდეს ან ალბათობის მიხედვით, ან კიდევ აუცილებლობის მიხედვით. ანუ აქაც ორი ვარიანტი არის. ყველა ვარიანტში უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა, შეცვლა მოქმედებისა, თუმცა შეცვლა შეიძლება მოხდეს ალბათობის მიხედვით, რომელიც ეს იგი უამრავი ვარიანტი არსებობს, ან აუცილებლობის მიხედვით, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ აუცილებელი არის, მაინც არ არის წინასწარ განსაზღვრული, წინასწარ, ასე ვთქვათ, წინასწარ მოფიქრებული, იმიტომ რომ მაყურებელი როგორც ასეთი ვერ წარმოიდგენს ამ მოქმედების, ასე ვთქვათ, რადიკალურ შეცვლას. გარდა პერიპეტიებისა და გამოცნობისა, მოქმედებას ახასიათებსო, აი ამ
ტრაგიკულად გადმოცემულ მოქმედებას, მოკლედ ახასიათებსო, ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი და ეს არის განცდა. ანუ განცდა, იგივე პათოსი, არისტოტელეს მიხედვით არის ყველაზე დამღუპველი, ყველაზე დამტანჯავი მოქმედება, რომელიც ჩვენ ასე ვთქვათ უკვე როგორც ტრაგედიის მაყურებელს სრულიად ამოგვაგდებს საკუთარი ცხოვრების კალაპოტიდან და თავიდან ბოლომდე გადაგვისვრის სწორედ იმ მოქმედებაში, რომელიც ტრაგედიაში ვითარდება. ანუ განცდა ყოველთვის ესე იგი შემოტანილი არის ისეთი შემზარავი, ასე ვთქვათ, მოვლენა, როგორც შეიძლება იყოს გმირის უეცარი სიკვდილი, ან ვთქვათ ძლიერი მწუხარება, ვთქვათ, ან მსგავსი რაღაცეები, რაღაც ტრაგიკული მოვლენა, რომელიც წარმოადგენს ტრაგედიის კულმინაციას და არავითარ შემთხვევაში დასასრულს. ეს არის უბრალოდ კულმინაცია ფაბულისა, სადაც რომლის საშუალებითაც უბრალოდ აი ამ წერტილში მაყურებელი თავიდან ბოლომდე მიცემული არის, თავიდან ბოლომდე გადასროლილი არის ტრაგედიაში, როგორც მოქმედებაში. ანუ თუ ეს განცდა არ აქვს მაყურებელს, ანუ თუ ეს განცდა მას არ გაუჩნდა, მაშინ ტრაგედიის მიზანი შესრულებული არ არის. ანუ ტრაგედიაში ეს განცდა სწორედ პერიპეტიებისა და გამოცნობის შემდეგ უნდა იყოს შემოტანილი, იმისთვის რომ ესე იგი მას შემდეგ რაც ადამიანი, როგორც მაყურებელი ტრაგედიისა დაიწყებს პერიპეტიების კირკიც, ანუ დიდ ყურადღებას დაუთმობს ამ პერიპეტიებს, დაიწყებს ამ რაღაცა დაფარულის გამოაშკარავებას, მიხვდება რომ მას აღმოაჩენს რაღაცა სულის შემძვრელს, რომლის აღქმის დროსაც მას გაუჩნდება განცდა, სწორედ ისეთი, რაც აქვს იმ მომენტში გმირს. ამიტომ ამ განცდა არის ესე ვთქვათ ლოგიკური ნაწილი მოქმედებისა, რომელიც მოდის პერიპეტიებისა და გამოცნობის შემდგომ. და ეს არის ნაწილი, რომელიც უკვე საბოლოოდ წერტილს დაუსვამს მაყურებლის, ადამიანის როგორც მაყურებლის მთლიანად ტრაგედიაში, როგორც მოქმედებაში მონაწილეობას. ახლა შეიძლება რაღაცნაირად გაგვიჩნდეს კითხვა, რომ რეალურადაც, ანუ სინამდვილეში ადამიანებიც ზოგიერთი საკმაოდ ესე ტრაგიკულად იღუპება, გვაქვს რაღაცა ტრაგიკული, ზოგიერთ ადამიანს უნახავს რაღაც ტრაგიკული და შემზარავი სცენები, რომლის შესაბამისადაც მას გააჩნია ეს თქვათ გულიშემაწუხებელი განცდა, ხო? მაგრამ აქ ტრაგედიაში სწორედ იმით არის განსხვავებული რეალური განცდისაგან ტრაგედიაში განცდილი განცდა, ასე ვთქვათ, შეგრძნება განცდა, იმით არის განსხვავებული და სპეციფიკური, რომ ეს ხდება, ასე ვთქვათ, გმირის შეცდომის გამო. ანუ რაღაცა დიდი შეცდომა უნდა განვითარდეს, უნდა მოხდეს, უნდა განხორციელდეს ტრაგედიაში, როგორც მოქმედებაში და ამის შედეგად უნდა იყოს გამოწვეული დიდი უბედურება ან დიდი ბედნიერება. მოკლედ, თუმცა ბედნიერების შემთხვევაში ჩვენ ესეთი განცდა არ აგვაქვს. ბედნიერების შემთხვევაში ჩვენ საერთოდ არ გვექნებოდა ტრაგედია როგორც ხელოვნების ჟანრი. მაგრამ არისტოტელე ლაპარაკობს, რომ დიდი შეცდომის შედეგად ხდება ადამიანი, ასე ვთქვათ, უბედური, დიდი შეცდომის შედეგად ხდება ის, ესე იგი, უკვე დიდი შეცდომის შედეგად იწყება მისი ერთი მოქმედებიდან, ერთი ვითარებიდან მეორე ვითარებაში გადასვლა და ამ გადასვლის შედეგად მას რა თქმა უნდა რაღაცა ესეთ გაუთვალისწინებელი და ენით აღუწერელი უბედურება დაატყდებაო თავს. აი ამ გმირის უბედურების ხილვისას მაყურებელს უჩნდება თანაგრძნობა და შიში როგორც ემოცია. ანუ მას უჩნდება თანაგრძნობა გმირისადმი, იმიტომ რომ
ეცოდება ის როგორც ადამიანი, როგორც ასეთი დიდი უბედურების მატარებელი ადამიანი და ფიქრობს რომ მის ადგილას შეიძლებოდა რომ ისი ყოფილიყო და შიში ეუფლება იმის გამო რომ ასეთი მოქმედება რომელიც მას აქამდე ვერ წარმოედგინა, იმიტომ რომ ეს არ არის რეალური ასახვა და ანუ ზედმიწევნითი ასახვა სინამდვილისა, აი ეს რომ ვერ წარმოედგინა, ამიტომ მას აქვს შიში რომ ასეთი რაღაცა შეიძლება მართლაც არსებობდეს, ოდესმე შეიძლება ასეთი რაღაც მასაც გადახდეს თავს. ანუ შიში აქვს ობიექტური ვითარების მიმართ, ხოლო თანაგზნობა აქვს კონკრეტულად ადამიანის, ანუ გმირის მიმართ. და არისტოტელეს მიხედვით ტრაგედიის ყურებისას ადამიანს მაყურებელს იმდენად მძაფრად უჩნდება თანაგზნობა და შიშის ემოცია, რომ ის თავიდან ბოლომდე თავისუფლდება ამ ემოციისაგან. ამიტომ არისტოტელეს სულის განწმენდას კათარზის ეძახის სწორედ ამ გრძნობებისაგან, ამ დარე გრძნობებისაგან სულის განწმენდას, რომელსაც მხოლოდ ტრაგედია, როგორც ხელოვნების ერთ-ერთი დარგი იწვევს. მას ასევე სულ ეს იყო სალექციო თემა არისტოტელეს ესთეტიკის შესახებ და მე მინდა რომ თქვენ ასე ვთქვათ, ყურადღება მიაქციოთ უკვე პირველ შესავალ ლექციებში გამოთქმულ აზრებს იმის თაობაზე, რომ ტრაგიკული, როგორც ესთეტიკური კატეგორია თანამედროვე კულტურაში თითქმის აღარ არსებობს და ის სხვა კატეგორიებით იქნა ჩანაცვლებული. ჩვენ როდესაც ესე ნაბიჯ-ნაბიჯ განვიხილავთ ეპოქების მიხედვით კატეგორიების შესახებ მსჯელობებს, ვნახავთ თუ თავიდან ანტიკური პერიოდიდან მოყოლებული რითი ხასიათდებოდნენ ძირითადი ესთეტიკური კატეგორიები და დღეს თანამედროვე კულტურამ რა დაუტოვა მათ როგორც ძირითადი ნიშანთვისება და რა გააქრო როგორც ზედმეტი, როგორც აბსოლუტურად დროისთვის შეუფერებელი. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.